მოგესალმებით. გუშინ წინ მოხდა თურქმენეთი, უზბეკეთი და აზერბაიჯანი აწერენ ურთიერთმეტად დაახლოების, ასე ვთქვათ, ხელშეკრულებას. და როგორც მოგახსენეთ, ავღანეთის საუბრის დროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში დიდძალი შეიარაღება დაუტოვა თავის მოკავშირეებს, ასევე რუსეთმა აღიარა ავღანეთის ახალი მთავრობა და ჩემი ვარაუდით იგეგმება ახალი გზა ჩინეთი, ავღანეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი. ეს მარშრუტი არის ჩინეთისთვის ალტერნატიული მარშრუტი, რადგანაც ჩემი აზრით რუსეთს დაუთმობენ ჩრდილოეთ ყაზახეთს და იმის გამო, რომ ჩინეთი არ დაზარალდეს და ჩინეთმა გაიტანოს თავისი პროდუქცია. მე გითხარით უკვე, რომ ზანგეზურის კორიდორი არის საბაბი ამერიკის შეიარაღებული ძალების განლაგების. ეს არის ალიევისთვის კიდევ ერთი გარანტია უსაფრთხოების. თუმცა უკვე გითხარით, რომ ტრამპმა გააფრთხილა ალიევი, შეახსენა მას, რომ ის 22 წელია უკვე არის აზერბაიჯანის პრეზიდენტი. უკრაინის ომის დასრულების შემდეგ დაიწყება შუა აზიის გადანაწილება. ყაზახეთი, როგორც უკრაინა, არის რუსეთის მიერ შექმნილი. მიწების შემოკრება მოხდა რუსების მიერ. იმის გამო, რომ ყაზახებმა რუსეთს უთხრეს, რომ ეს თქვენია და თქვენ არ ედავებოდენ რუსებს. რუსეთმა შექმნა აზიაში ყველაზე დიდი სახელმწიფო, შუა აზიაში, ყაზახეთი. იმის გამო, რომ უკრაინელებიც არ ედავებოდნენ რუსებს, რუსებმა შექმნეს ევროპაში ყველაზე დიდი სახელმწიფო, უკრაინა. და ქართველებს რომ მეტი ჭკუა ჰქონოდათ და რუსებისთვის არ დაეწყოთ ლანძღვაგინება და რაღაც სადღეგრძელოების დონის პატრიოტიზმი და ვაჟკაცობები, დარწმუნებული ვარ, საქართველო იქნებოდა ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ქვეყანა. გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ არხი, დააფინანსეთ, გააკეთეთ დონაცია და გპირდებით, რომ თქვენი აზროვნება უფრო საინტერესო გახდება. დიდი მადლობა.